დროებითი კამარის საშუალო წონაში. გასული დღეების განმავლობაში თუ სოციალურ ქსელებს თვალს ადევნებდით, აუცილებლად შეხვდებოდათ ხამზატ ჩიმაევის ინსტაგრამისა და X-ის პოსტები. როგორც ირკვევა, ესე იგი დრიკუს დუპლესი საშუალო წონის ჩემპიონი არის ტრავმირებული. შესაბამისად, ხამზატი პოტენციური მეტოქის გარეშე რჩება. აიო ბოჰალიომ გადაწყვიტა, რომ თავისი დაუმარცხებელი სერია საკმარისია იმისათვის, რომ დროებით კამარზე შეხვდეს ხამზატ ჩიმაევს და პოტენციურად იყოს ამ წონის ჩემპიონი. საინტერესო რაღაცები გამოქვეყნდა Twitter-ზე, კარგი სიახლეები მაქვს. ესა 14 აპრილით დათარიღებული ტვიტი. შემდგომ ეს ფოტო გამოაქვეყნა, სადაც არის თვითონ და ეს საჩოქილი არის დრიკუს დუპლესი, კი ბატონო ხედავთ სამხრეთ აფრიკის დროშას. თუმცა, ეს არის 18 აპრილის პოსტი. ხამზატი კვლავ მიუბრუნდა სოციალურ ქსელ X და დაწერა ესეთი რაღაც. ეს ადამიანი ყველაზე დიდი ბლეფია საერთოდ. 20 აპრილი, აქ საუბარია ცხადია დრიკუს დუპლესიზე. დრიკუსმა უპასუხა გავსი შინაარსის კომენტარი. ესე იგი, მოდი გადავხედოთ 2 წელიწადნახევრის პერიოდს, სადაც ხამზატმა და მე ვიჩხუბეთო და მითხარით ახლა ვინ არის აქ უფრო ბლეფიო. აქ არის დრიკუსის რეზიუმე, შონ სტრიკლენდი, ადესაინია, შონ სტრიკლენდი, ვიტეკერი, დერეკ ბრანსონი, დერენ ტილი. რობერტ ვიტეკერი, კი ბატონო, ეს უბედური ფინიში იყო, არაფერს ვამბობთ, მაგრამ მანამდე იყო ისე ვიტეკერთან გაუქმებული ორთაბრძოლა, აქ უმრავლესობის გადაწყვეტილებით მოგებული. ოსმანთან ეს იყო 2023 წლის ოქტომბერი, ბრძოლა კოსტასთან, გაუქმებული ბრძოლა დიასთან და დაფინიშებული მანამდე 2022 წელს კევინ ჰოლანდი. მოკლედ, ხამზატ ჩიმაევი იყო ის მებრძოლი, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში იბრძოლა, რა ვიცი, არაერთხელ, ბრძოლიდან ბრძოლამდე 10 დღე დაისვენა ადამიანმა და მოკლედ უდიდესი პროსპექტი იყო, თუმცა მერე კოვიდი შეეყარა ამ შემდეგ და დაიწყო პოსტების გამოდება, კაირო ბოჰალიომ და შემოგთავაზა ესეთი რაღაც. დროებითი კამარი ცხადია, ხო? რაზეც არ დაგავიწყდეთ ბიჭებო, მე მზად ვარ. ესე იგი, ბოლო 4 რუსი ჩემს რეზიუმეში და ახლა ამ შემთხვევაში არ იქნება განსხვავებულიო, ესე იგი აბუს მაგომედოვი, მაჰმუდ მურადოვი, არმენ პეტროსიანი, გაჯი უმარ გაჯიევი. ახლა არ იქნება განსხვავებული, ანუ მხედველობაში აქვს ხამზატ ჩიმაევი. ბოჰალიო გვატყობინებს, რომ კიო, ხამზატმა თქვა კიო და ერთ-ერთი რამ, რაც ახლა აზრს მოკლებული არ არისო, არის ის, რომ გახადოთ კამარი დროებითიო. და ეს ჩხუბი უფრო დიდი იქნება, ვიდრე ხამზატი რუსის წინააღმდეგო დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვებიო. შემდგომ უკვე ახლა ამას მოყვა ჩიმაევის Instagram story-ები, სადაც როგორც ირკვევა, მოდესღაც ეს ორი ადამიანი იყო ერთმანეთის სპარინგ პარტნიორი და ხედავთ, მე რას ფიქრობთ, უნდა შედგეს თუ არა ეს ბრძოლა და ნუ ახლა აღარ ჩავალ ტაქტიკურ და ტექნიკურ განხილვაში, მე ვინც არ უნდა იყოს ჩემი აზრით ხამზატის წინააღმდეგ, მოკლედ გონია ხამზატი ყველას დაამარცხებს რა, ვინც არ უნდა იყოს, დრიკუს დუპლესი იქნება ეს, როცა იქნება თუ ბოჰალიო, მაგრამ ამ შემთხვევაში ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ კაირო ბოჰალიო ახლა უადგილო ადგილას ეკვეხება. ანუ მინდა რომ იმამომა ამოიღოს ხმა, ახლა დააფიქსიროს თავისი პოზიცია, იმიტომ რომ ის უფრო იმსახურებს. თქვენ რას ფიქრობთ, ამიწერეთ კომენტარებში, მე მგონია რომ ალბათ ჩანიშნავს ამ ჩხუბს UFC გააჩნია რავნის ხარისხს დუპლესისა, თუმცა სავარაუდოდ ივლისის თვეში უმიზნებენ ამ ღონისძიებას